სახელითა მამისათა დათვისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. თქვენ ჩამოლოცვაში მოისმინეთ, რომ დღეს არის ხსენება ყოველთა წმინდათა ქართველთა, რომელიც მოღვაწეობდნენ და სული განიწმინდეს და გამწმინდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ აი აქ ჩამოთვლილი იყო ის ადგილები, სადაც ქართველები საუკუნეთა მანძილზე მოღვაწეობდნენ. ეს არის იერუსალიმში, აი ქართველთა ჯვრის მონასტერი, ასეთი დიდი მონასტერი იყო იერუსალიმში. ასევე პალესტინაში, სინას მთაზე, ანტიოქიაში, შამ მთაზე, კონსტანტინოპოლში, ულუმბოს მთაზე, ათონის წმინდა მთაზე, კვიპროსში, პეტრიწონში. პეტრიწონი არის ბულგარეთის ტერიტორიაზე და უნგრულ-ლახეთი, ანუ დღევანდელი რუმინეთი რაც არის. ამას გარდა რუსეთში მოღვაწეთა და კიდევ მრავალთა, ესე იგი და აი მაგალითად დღეს რომ ჩვენ სახარებას ვკითხულობთ, 60 ქულოს ვკითხულობთ, რაც ტაძარში იკითხება. ეს არის სწორედ ათონის მთაზე ნათარგმნი ქართველი ბერებისა, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების. და აი ამ მოღვაწეთა ერთ-ერთი აი უპირველესი საგანი მოღვაწეობისა სწორედ ეს იყო, რომ ისინი მწიგნობრულ საქმიანობას ეწეოდნენ. ეკლესია მონასტრები ოდითგანვე საგანმანათლებლო კერებად ითვლებოდნენ. იმიტომ რომ ბუნებრივიც არის, ახლა შევხედოთ ასე, რომ მონასტერში მცხოვრებ ადამიანს არ აქვს საზრუნავი ოჯახზე და მთელი საზრუნავი, მთელი დრო, მთელი ენერგია მიძღვნილი აქვს იმისათვის, რომ საეკლესიო წიაღში შექმნას რაღაც. და ეს უპირველეს ყოვლისა იყო ის, რომ ისინი თარგმნიდნენ უცხოეთიდან, უცხოური ტექსტებიდან თარგმნიდნენ ქართულ ენაზე. ეს სახარება თქვენ იცით, რომ ბერძნულ ენაზე იყო დაწერილი და არა მარტო სახარება, არამედ მრავალი წმინდა მამის ნაშრომი არის ნათარგმნი. და დღესაც არის ასეთი მონასტრები. სამწუხაროდ არა იმდენი, რამდენიც ადრე, მაგრამ არის ასეთი მონასტრები, სადაც თარგმნიან ბერები და რომლებიც ამდიდრებენ საქართველოს ეკლესიას აი ამ ნაშრომებით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აი უსაზღვროდ მნიშვნელოვანია. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ ჩვენ, რომ აი იმ პერიოდში, როდესაც აი მე-11 საუკუნეში, როდესაც მთაწმინდელები თარგმნიდნენ ქართულად სახარებას, თუ ფსალმოს, თუ ეპისტოლებს, არანაირი ტექნიკური საშუალება არ არსებობდა ის, რაც ჩვენ გვაქვს თანამედროვე პირობებში. აი ერთი წიგნიდან მეორე რომ გაკეთებულიყო, თითოეული ასო ხელახლა უნდა გადაწერილი. წარმოიდგინეთ, თან არ არის კალამი, არამედ თითოეულ ასოს შეიძლება ზოგ შემთხვევაში ნახევარ ასოსაც ხელახლა ჩაწობა ჭირდება, რომ თან თუ დააკვირდებით ძველ ტექსტებს, აი ხელნაწერებს თუ დააკვირდებით, არა? ხშირ შემთხვევაში ისინი არის ძალიან ლამაზად გამოყვანილი ასოები. ისე არ არის, რომ აი მთავარია მოდი მეორე წიგნიც გაკეთდეს, არა. თითოეული ასო არის, აი როგორც თქვენ, რომ ეფერებოდა ადამიანი იმას და ესე არის, აი თითქოს ნახატია თითოეული ასო, თუ მართლაც ნახავთ იმ ძველ ტექსტებს და რატო ვამბობ ახლა ამას, ნახეთ, რამხელა შრომა ჭირდებოდა ადამიანს და რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ყველაფერს ქართველი ადამიანი, რომ ეს ჰქონოდა. ვინ იცის ახლა დღესაც არის ჩვენ შორის ვიღაც ისეთი, ვინც ამ საქმიანობას გააგრძელებს, ვიღაც შეიძლება მონასტერში წავიდეს სამოღვაწეოდ და ეს საქმიანობა გააგრძელოს, იმიტომ რომ თუ არ იქნებოდნენ ისინი, ჩვენ არ გვექნებოდა ეს წიგნები. და დღესაც ვიღაცა
უნდა გამოჩნდეს ეს საქმიანობა გააგრძელოს. ვიღაცამ ისტორიული კუთხით, ვიღაცამ ლიტერატურული, ვიღაცამ ჰიმნოგრაფიული თუ სხვა და აი ესე მოდიოდა ჩვენი ქვეყანა აქამდე და მონასტრული ცხოვრების როგორც თქვით უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ეს იყო სწორედ და არა მარტო ეს იყო არამედ იყო ის რომ ისინი მოღვაწეობდნენ ისინი მხოლოდ წიგნებს კი არ უსხდნენ არამედ ისინი მოღვაწეობდნენ ისინი ფიზიკურადაც შრომობდნენ ფიზიკურადაც ძალიან კაც პირობებში ამყოფებდნენ საკუთარ თავს და ამ ყველაფერს ქრისტეს სიყვარულიდან გამომდინარე აკეთებდნენ. რამდენადაც უყვარს ადამიანს, იმდენად უფრო ცდილობს, რომ მეტად გაიღოს თავი. და თუ ადამიანი თავს არ გაიღებს, მაშინ მისი სიყვარული არაფერში არ გამოჩნდება. ჩვენ წელს აღნიშნავს 1700 წლის თავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ახლა ჩვენ რომ პირჯვარს ვიწერთ, ჩვენმა მშობლებმა გვასწავლეს, ისინი რომ პირჯვარს იწერენ, მათმა მშობლებმა და ასე რომ ავყვეთ, მივალთ იქამდე, რომ პირველად ვიღაცამ მიიღო ეს რწმენა. და იმის შემდგომ ჯაჭვი არ გაწყვეტილა. და თუ ჩვენ შემდგომაც არ გაწყდება ეს ჯაჭვი, ეს უკვე ჩვენი გასაკეთებელი. თუმცა ყველა ესე რომ ვთქვათ სამწუხაროდ ყველა მშობელი არ ასწავლის ამას თავის შვილს. აი თუნდაც დღევანდელ დღეს. ყველა მშობელს მოყავს ბავშვი ტაძარში რომ ასწავლოს რა არის ქრისტიანობა, სამწუხაროდ ასე არ ხდება. ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე ბიჭებო ხო არ დაიღალეთ. გოგოები არ დავლეთ. ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე ხშირად გვეუბნეოდა ჩვენ რომ თქვენი წილი საქართველო თქვენს თავში და თქვენს გარშემო უნდა გადაარჩინოთ. თქვენი დიდგორი და ბასიანი თქვენ უნდა მოიგოთ. ამას შენს მაგივრად არავინ არ იბრძოლებს. ახლა შეიძლება სიტყვაზე თავშად ამა თუ იმ სპორტში ასპარეზობ და გახვიდე იქ ტატამზე თუ მოედანზე. მეგობრებიც შემოგიძახებენ, ასექენი, ისექენი, წვრთნელიც გეტყვის, იქ მშობელიც დაგარიგებს, მაგრამ იქ შენ უნდა გააკეთო. იქ ვერც მეგობარი ვერ შემოვა, ვერც მშობელი და ვერც მასწავლებელი. ისინი გეუბნებიან, გასწავლიან, მაგრამ შენს ადგილზე შენ უნდა გააკეთო შენი საქმე. ჩვენს ადგილზე თითოეულმა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აი დღევანდელ სახარებაში ეწერა, რომ მაცხოვარი მიდის ტბასთან და იქ ნახავს ორ ძმას, პეტრეს და ანდრიას. ანდრია პირველწოდებულს და მათ ეთქვის, რომ გამომყევიო და ისინიც მიყვებიან. ისინი 60 ქულო მოღვაწეობისათვის მიყვებიან, მაგრამ თითოეული ჩვენგანი თავის დროზე უფალმა ასე მოიწვია, ასე მოიხმო და ზოგი გაყვა, ზოგი არ გაყვა. უფალი კი ამბობს, რომ ვინც მე მემსახურებაო, მე გამომყვესო და სადაც მე ვიქნებიო, ჩემი მსახურიც იქ იქნებაო. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სადაც უფალია, იქ არის უფლის სასუფეველი. და სადაც უფალი იქნება, ის ადამიანიც იქ იქნება, ანუ ღვთის სასუფეველში. ანუ მარადიულ სიხარულში. მაგრამ აქ თავარი ისაა, რომ ადამიანმა გადაწყვიტოს და გაყვეს. გაყვეს არა მაინც და მაინც იმ მოსაზრებით, რომ რაღაცა დიდ მისიას ჩააბარებს ადამიანს. არამედ თითოეული ჩვენგანი იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ვართ, უკვე მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ ჩვენ ქრისტეს სასუფეველი ვიქადაგო და პირველ რიგში სად უნდა იქადაგოს ადამიანმა? საკუთარ ოჯახში, საკუთარ გარემოში, სამსახურში. შეიძლება აქ ჩვენ მოვდივართ და ყველა ძალიან ლამაზად გამოვიყურებით, როგორც ქრისტიანები. არ გულისხმობ გარეგნულ, მაგრამ აი როგორ გამოვიყურებით ჩვენ ოჯახში, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავთ, როგორ გამოვიყურებით სამსახურში, ვიღაც სკოლაში თუ უნივერსიტეტში. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენი ნამდვილი სახე უპირველესად ჩანს ოჯახში.
აქ არ ჩანს. აქ იმდენად ჩანს, რამდენადაც ერთმანეთს ჩვენ ვიცნობთ. მაგრამ ჩვენ ვინ ვიცნობთ ისე ერთმანეთს, როგორც ჩვენ ოჯახში ვიცნობენ და ჩვენ ვიცნობთ ჩვენს ოჯახის წევრებს. ამიტომაც ქრისტიანის ნამდვილი სახე ჩანს ოჯახში და თუ სადმე ჩვენ უნდა ღვთის სიტყვა მივიტანოთ, უპირველესად ეს არის ჩვენი ოჯახი. არა მარტო უნდა სიტყვით, არამედ ჩვენი მაგალითითაც. სხვაგვარად შეუძლებელია, იმიტომ რომ 1700 წელი ეს პატარა დრო ხო არ არის, რამდენმა ქვეყანამ მიიღო ქრისტიანობა, მაგრამ ვერ გაუძლეს ბოლომდე. და უარყვეს და დღეს ზოგი სხვა რწმენისა, ზოგი საერთოდ ათეიზმისკენ გადაიხარა, მაგრამ ქართველი ერი არასოდეს, აი ხო იყო სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი სროსწავლება, მრავალი ერესი, სადაც აი მთელი ერი აქტიურად მომართული იყო ამისკენ, მაგრამ ჩვენ სამშობლოში არასოდეს არ ყოფილა, რომ ერი მიდრეკილი იყოს რომელიმე სხვა სარწმუნოებისკენ, ან ქრისტეზე უარი ეთქვას. არამედ როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტე ღმერთისთვის. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენი ერით ჯვარს ეცვა ქრისტესთვისო და ჩვენი ერის ისტორია სწორედაც რა ეს არის ქრისტესათვის ჯვარცმის ისტორია არის, თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას. ამიტომაც აი ჩვენც მოგვიწევს რაღაცა, აი პატარები არიან თუ დიდები არიან, ჩვენც მოგვიწევს, რომ იქ სადღაც ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და იმას ჩვენს ნაცვლად სხვა ვერავინ გააკეთებს და დღევანდელ სახარებაში იყო ნათქვამი, სახარების წინ, რომ ღვთისმოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად. ღვთისმოყვარე ადამიანს ხელი აი თანამედროვე ქართულით რა თქვა, ღვთისმოყვარე ადამიანს ხელი მოემართება კეთილად ყველაფერში. სხვაგან ამბობს უფალი სახარებაში, რომ პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებეთ და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ თქვენ. ანუ ეძებე ის, რომ პირველად სულის გადარჩენაზე იზრუნვა ადამიანმა. პირველად ღვთისმცნების აღსრულებაზე იზრუნვა ადამიანმა და მერე უკვე ხორციელში ისე მოგემართება ხელი, როგორც შენი სულის ცხონებას წაადგება. აი ამას გვეუბნება უფალი. და თუ ადამიანი ენდობა უფალს, მაშინ იცხოვრებს ასე. და ვინც როგორ ენდობა, ისე ცხოვრობს. ისე არ არის შემთხვევით, რომ ჩვენ სიტყვით ხშირად ვამბობთ, რომ უფალი წამს, მაგრამ ჩვენ საქმეს იმდენად ხშირად არ ეტყობა. თუ წამს და ენდობი, მაშინ პირველად ისაკეთე, რაც ღვთისთვის არის მოსაწონი. და ჩვენ არ უნდა ვეძებოთ ხოლმე გზები, რომ ხორციელად როგორც ჩვენ მოგვეწონება ისე გავაკეთოთ და თან გვინდოდეს, რომ უფლის ნებაც ასე იყოს. ზოგჯერ ადამიანი ამას ცდილობს, მაგრამ საბედნიეროდ არ გამოსდის. შეუძლებელია სინდის შეუთანხმდე, რომ ორმაგი ცხოვრებით იცხოვრო, თან ისიც გინდოდეს და ისიც გინდოდეს. ამიტომაც აი თუ ადამიანი ღვთისგან გადადგავს ნაბიჯს და სახარებაში არაერთი მაგალითია საამისოდ. მას ორივე ეძლევა, სულიერიც და ხორციელიც. მაგრამ თუ ადამიანი ხორციელისგან გადადგავს ნაბიჯს, ხშირად აღმოჩენილა არა მარტო წმინდა წერილიდან, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომ ორივეს კარგავს. ამიტომაც აი ჩვენ თითოეული ვდგავართ ამ არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი, ისე როგორც წეგან მოასპარეზეებზე ვამბობდი, მხოლოდ არის ჩვენი გასაკეთებელი, მეტი არავის, ვერავინ ვერ გააკეთებს ჩვენს ნაცვლად. თითოეული ვირჩევთ ჩვენ და დღის განმავლობაში არაერთხელ ვდგებით ამ არჩევანის წინაშე, რომ სულიერი აკეთოთ თუ ხორციელი. ყველაფერი ჩვენს ხელშია, როგორც იტყვია. ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია რომ ავირჩიოთ. ღვთის წინაშე ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ეს არ ამირჩევია და რატომ აქვს მე. საბოლოო ჯამში ჩვენიც გვექნება, რასაც ავირჩევთ. უფალი ამბობს, რომ ეძებეთ და იპოვეთ.
თუ ადამიანი ღმერთს ეძებს აუცილებლად იპოვის. ითხოვეთ და მოგეცემათ. და თუ ითხოვს ადამიანი სულიერს, ესეც მიეცემა. მაგრამ თუ არ ითხოვს და თუ ხორციელს ითხოვს მხოლოდ, ესეც მიეცემა. იმდენი, რამდენიც არ დაღუპავს. მაგრამ სულიერს რომ კარგავს, აი ეგ არის ზუსტად დაღუპა, თორე ეხლა ცოტა უფრო რო დავკონკრეტდეთ, რამდენი ჩვენგანი, რამდენი ხანი შეიძლება სულაც არ ზიარებული და როგორ უნდა გაუფრთხილდეს თავის სამშობლოს, თავის თავში და თავის გარშემო. როგორ გაუფრთხილდეს? როგორ უნდა მოიგოს დიდგორი და ბასიანი, როცა თავის თავს ვერ ერევა. აი ამაზეა ზუსტად ლაპარაკი. რაღაცა სხვაზე კი არა, სხვებზე კი არ ლაპარაკობ. ჩვენ თავზე ვლაპარაკობთ. და აი მე არაერთხელ მithქვამს, ერთ-ერთი მოსწავლე გავიცანი, ქალბატონი ლია სალაყაიას, ეს ქალბატონი გარდაცვლილია, ძალიან დიდი ამაგი აქვს ამ ქალბატონს, ჩვენს ერზე, ჩვენს ეკლესიაზე გალობის მასწავლებელი იყო და ის ამბობდა ხოლმე, რომ არ არსებობს ადამიანი, რო ამბობენ, რომ სმენა არა აქვს, ხმა არა აქვს. მომიყვანეთო და მე გალობას ვასწავლიო, ყველაზე ამბობდა. ის ეუბნეოდა ხოლმე თურმე თავის მოსწავლეებს, მე მისი მოსწავლისგან გავიგე, რომ გვეკითხებოდაო, აბა რა ქენითო ამ კვირას ეზიარეთო, ყველა კვირას გვეკითხებოდაო და მე გვეუბნეოდა, რომ ვინცო ყოველ კვირა ეზიარებაო, ის არის ნამდვილი ჯარისკაცი თავის სამშობლოსი. რატო ნამდვილი ჯარისკაცი? იმიტომ რომ დღეს ბრძოლა არის ზნეობრივი და სულიერი და თუ ადამიანი ყოველ კვირა ეზიარება, ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ აღსარებასაც ამბობს. აღსარება კი ნიშნავს იმას, რაც არ მოგწონს შენს თავში. გამოასწორო და ნანოფ იმას და ცდილობ სიწმინდით იცხოვრო. და ვინ არის იმას დიდი ჯარისკაცი ზნეობრივ ბრძოლაში? თუ არა ის, ვინც ცდილობს, რომ სიწმინდით და სულიერად იცხოვროს. აი ძალად რომ იყო ხოლმე ქუდზე კაცს რომ გამოიძახებდნენ და ყველა ტოვებდა თავის ყველაფერს და ბრძოლაში გარბოდა. და ასეთი რამ მაქვს წაკითხული, რომ ესე იგი თავის ბაღში თუ ვენახში მშრომელ კაცს არ ჰქონდა უფლება რომ დაღლილიყო. რატო არ ჰქონდა? მით უმეტეს ეს ვარავდები ლეკიანობის პერიოდზეა ლაპარაკი. იმიტომ არ ჰქონდა უფლება, რომ როდის დაესწრებოდნენ ლეკები, თავს არავინ არ იცოდა და თავის ბაღში თუ ვენახში ბოლომდე რომ დაიხარჯებოდა, მას თავი აღარ ექნებოდა იმისათვის, რომ სამშობლოს სადარაჯოზე მდგარიყო. ამიტომაც არ ჰქონდა ამის უფლება და უნდა შეენახა ის ენერგია სამშობლოსათვის. ჩვენც ასე ვართ. კი, ხორციელ რაღაცებს აკეთებ, მაგრამ არა გაქვს ადამიანს უფლება ბოლომდე დაიხარჯო შენ საქმეში. იმიტომ რომ სამშობლოს საქმეც შენი გასაკეთებელი. და იმაზეც უნდა იფიქრო ადამიანი. ამიტომ არ აქვს ადამიანს ამის უფლება. თუ ადამიანი ამას იაზრებს, ის მართლაც ასე იზამს და ვინც იაზრებდა და ვინც მართლაც ასე ცხოვრობდა, სწორედ ეგეთ ადამიანებს უნდა მადლობდეთ დღეს, რომ ჩვენ ქართულად მეტყველებთ და ვართ მართლმადიდებლები და გვაქვს ჩვენი სამშობლო. ეგეთ ადამიანებს უნდა მადლობდეთ, თორემ ვინც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა, თავის კმაყოფაზე, შრობა-განცხრომაზე თუ რაღაცა სიამოვნებაზე, ეგეთი ადამიანების გაკეთებული რა არის აბა დღეს? არც არაფერი არ არის. ეხლა ჩვენ მაგარჩევანის წინაშე ვდგევართ, როგორი ადამიანი გვინდა რომ იყოთ? მე ამას წინათ ბავშვებს ვეუბნეოდი. აი წარმოიდგინეთ, რომ 100 წლის შემდეგ ხართ და კითხულობთ დღიურს, რომელიც არის თქვენი დაწერილი. თქვენი შესახებ არის წიგნი, ესე რომ თქვა, დღიური. რა გინდა რომ ეწეროს იმ დღიურში? და რაც გინდა რომ ეწეროს იმ დღიურში, დღეს თითოეული წერთ ჩვენი ცხოვრებით. ყოველდღიური ცხოვრებით ეს უკვე იწერება. 100 წლის შემდეგ რო გადმოვხედავთ, როდესაც ჩვენ არც ერთი აქ აღარ ვიქნებით, არა? თუ ვინმე ძალიან არ გაუძალიანდა ამ ცხოვრებას. აი რა გინდა რომ ეწეროს იქ? და რაც გინდა რომ ეწეროს, აი გავაკეთოთ. დღეიდან უნდა დაიწყოს ადამიანი. ის
ჩვენ ფურცელზე დავწერთ თუ არ დავწერთ, ის აუცილებლად იწერება. აი ამაშია საქმე და ამას დაფიქრება ჭირდება. ისე არ არის, რომ ჩვენ მოვედით მარტო იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად. ჩვენ რაღაცისთვის მოვედით, თითოეული ადამიანი რაღაცისთვის მოვიდა. ისე შემთხვევით ხო არც ერთი ნივთი არ იქნება, ყველა რაღაც საჭიროებისათვის იქნება. როგორ ნივთი თუ შემთხვევით არ იქნება, ღმერთმა რომელიმე ადამიანი ნივთზე უფრო მეტად დააკნინა, უფრო დაბლად დადგა, რომ ეს მხოლოდ თავისთვის იქნება? არა მხოლოდ ნივთს არის გატოლებული, არამედ ამ სამყაროს მეფეთ არის და გვირგვინად არის ადამიანი შექმნილი და რამდენად დიდი იქნება მისი პასუხისმგებლობა და მისია თითოეული ადამიანის. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ, რომ რა არის ჩვენი მისია, რისთვის მოგვიყვანა ჩვენ აქ, რისთვის მოგვიყვანა უშუალოდ იქ, სადაც ვართ. ღმერთმა დალოცველი და გახარებულები გამყოფოთ.